მარტი, აპრილი, მაისი ვაუბარებდით რძეს. გვაქვს ნახევარნაწილი ასაღები, მაგრამ ახლა ვაღარ ვაუბარებთ რძეს, იმიტომ ფული ვერ ვიღეთ. ვაუბარებდით რძეს იანვრიდან. ეს 2 თვე აღარ 3 თვე აღარ გადავხდია რძის ფულები, რაღაც პრობლემა აქვსო. ვიცი, გადავიხდიო ამბობს და გადაიხდის. წალკის რაიონის დაბა თრიალეთში მცხოვრები ოჯახების ნაწილი რამდენიმე თვეა გაყიდული რძის თანხას ელოდება. თრიალეთში აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მეცხოველეობაა. თრიალეთელები რძეს მათივე თანასოფლელს ნოდარ მიქელაძეს აბარებდნენ. მიქელაძეს რძე წალკაში მდებარე კომპანია ვიტა პროდუქტის ქარხანაში მიჰქონდა, რომელმაც აგროპროექტების დაფინანსების ფარგლებში თანხა სახელმწიფოსგან მიიღო. მიქელაძემ გითხრა, რომ ქარხანას რძის ფული არ გადაუხდია. ერთადერთი პრობლემა არის გადაუხდელობა, დავალიანება. ეხლაც უკვე რამდენი, ესე იგი, მესამე თვეა უკვე გაჩერებული ვარ, აღარ მუშაობ. და დავალიანება არის ისე დარჩენის სოფელში მისაცემი. დღეს ხვალ ამ თვის ბოლოს, იმ თვის ბოლოს ერთ კვირაში არ მთავრდება ეს ყველაფერი და არ ვიცი რა გვეშველება. მიქელაძე ამბობს, რომ ქარხნიდან ასაღები თანხით 70-მდე ოჯახის დავალიანება აქვს გადასახდელი. ერთი ჩამბარებელი ყავს ხანდოდან. რამდენადაც გავიგე, იმასაც სერიოზული დავალიანება ჰქონია, სადღაც 40,000 ლარამდე ჰქონია. მიქელაძის ნათქვამის გადასამოწმებლად წალკის კიდევ ერთ სოფელში, ხანდოში მივედით. ამ სოფლის რძე ვიტა ქარხანაში შაქრო მეკეიძეს მიჰქონდა. ინტერვიუზე უარი გითხრა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ 50-მდე ოჯახის დავალიანება აქვს და ვიტასგან კუთვნილ 42,000 ლარს რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ელოდება. ანალოგიური მდგომარეობა დაგვხვდა სოფელ ავრალნოშიც. აქედან რძეს ვიტას ქარხანაში ჯონი ხიმშიაშვილი აბარებს. ჯონი ხიმშიაშვილმა გითხრა, რომ ვიტა პროდუქტს მისთვის რძის საფასურით 11,000 ლარი აქვს გადასახდელი, თუმცა არ უხდის. ინტერვიუზე ავრალნოშიც უარი გითხრეს. ჩვენ წალკაში ვიტა პროდუქტის ქარხანაში მივედით. შიგნით კადრების გადაღების ნება არ მოგცეს. გითხრეს, რომ დავალიანებაზე კომპანიის ხელმძღვანელი თავად დაგველაპარაკებოდა. ისა მაქვს დაბარებული ქარხანაში, რომ არავინ არ უნდა შევიდეს ჩემ ქარხანაში რა. მოგვიანებით ვიტა პროდუქტის დირექტორი თბილისში ჩავწერეთ, თუმცა მისი პასუხების მოსმენამდე მოგიყვებით, როგორ შეიქმნა ეს კომპანია და როგორ მიიღო სახელმწიფოსგან დაახლოებით 1 მილიონი ლარის თანადაფინანსება. მეოთხე გამომძიებელი შეიცვალა, ეხლა მე როგორც ვიცი. მიხეილ ბერიძე ვიტა პროდუქტის ყოფილი დირექტორია. მისი ოჯახი კომპანიის მესამედს ფლობს. ამბობს, რომ რძის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი მან დაწერა. სახელმწიფო დაფინანსებაც მან მოიპოვა, თუმცა არასაძო პარტნიორები შეარჩია და კომპანიის დატოვება მოუხდა. ბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიმართ ათეულობით 1000 ლარის დავალიანება მისი პარტნიორების ბრალია. მე მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ესენი მივიდოდნენ გაკოტრებამდე. მიხეილ ბერიძის პროექტმა სახელმწიფო პროგრამაში გაიმარჯვა. პროგრამის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ის პროექტის ღირებულების 40%-ს გრანტის სახით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ კი 50%-იანი აგროსესხის მოპოვებას და თანხის 10%-ის თავად დამატებას მოახერხებდა. ბერიძემ თანხის 60%-ის საშოვნელად პარტნიორების ძებნა დაიწყო. პარტნიორებად მან დავით გოგინოვი და გიორგი გიორგაძე შეარჩია. დავით გოგინოვი იმ დროისთვის ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, გიორგი გიორგაძე კი სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრის ოთარ დანელიას მეგობარი. პარტნიორებმა კომპანია ვიტა პროდუქტი დააფუძნეს. კომპანიის წილები სამივე დამფუძნებლის ოჯახის წევრებზე გადანაწილდა. პარტნიორებმა საჭირო თანხის 50% შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ბანკი ქართულსგან მიიღეს. 10% თავად დაამატეს და ამის შემდეგ მათ თანხის 40% პროექტების მართვის სააგენტოსგან გრანტის სახით მიიღეს. საწარმო 2015 წლის ნოემბერში ოფიციალურად გაიხსნა და გახსნას სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი ოთარ დანელიაც ესწრებოდა. დაახლოებით 400,000 დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის შეღავათიანი აგროკრედიტის დახმარება. მიხეილ ბერიძის თქმით, პირველი გაუგებრობა მაშინ მოხდა, როდესაც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ამჟამინდელმა დირექტორმა გიორგი გიორგაძემ საწარმოს ასაშენებლად საკუთარი რამდენიმე თვის დაფუძნებული კომპანია შეარჩია. არის ერთი კომპანია, რომელიც სამ პროექტის მიხედვით აგვიშენებს საწარმოს. ასაკურველია გაფორმდა ხელშეკრულება ამ კომპანიასთან. აღმოჩნდა, რომ გიორგაძე იყო ამ კომპანიის 50 წლის მფლობელი. მე თავიდანვე ვუთხარი, რომ ეს კომპანია იწევდა ეჭვს, რადგან თვითონ იყო დამფუძნებელი
და ვიტა პროდუქტს რეალურ მშენებარე კომპანიასთან შუამავალი არ ჭირდებოდა. ხო, მან განმემართა, რომ ის პასუხისმგებელი იყო სრულად მშენებლობისა და გაიმართებოდა საწარმო. ყოფილ პარტნიორს გიორგაძე ასე პასუხობს. მე მარტო არ შემიჩევია და ერთ პიროვნულ გადაწყვეტილება არასდროს არ მიმიღია. გადავწყვიტეთ ესე სამივე დამფუძნებლებმა და გავაკეთებინეთ მაგას. იმიტომ რომ ვისთანაც მივედით კომპანიებთან რომ ესე უნდა გაგვეკეთებინა, აღმოჩნდა რომ თანხები რაც იყო გამოყოფილი ვერ ბჯდებოდით. და უფრო მეტ შარში წყალებში გავიჩნდებოდით, ვიდრე ჩვენ გაგვეკეთებია, ჩვენ თვითონ ჩაუდექით სათავეში და გავიწყეთ მასაკეთება. მიხეილ ბერიძე ამბობს, რომ კომპანია ჯიდათიმ სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებიდან გადარიცხული თანხა არამიზნობრივად დახარჯა. დაახლოებით $220,000 გადარიცხვა მოხდა ჯედათეს ანგარიშზე, იმისათვის რომ მთელი ინფრასტრუქტურა და საწარმო გამართული და აეშენებინათ და ჩაებარებინათ. არ გაკეთდა როგორც მოგახსენეთ გამწვევის სისტემა, არ მოეწყო როგორც გითხარით სამაცივრო მეურნეობა შესაბამისი მარაგებისთვის. რაც შეეხება სამაცივრო სისტემა მოწყობილი იყო. ის მოწყობილი იყო, გამზადებული ერთადერთი იყო გამწვევები, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით საერთოდ. იდეაში უნდა გვცოდნოდა რომ ახლა ხელა რაღაცას რო ვაკეთებ, მაგრამ არ ვიცოდით. ამიტომ ISO-ს დამნეგგვავები რო ამოვიდნენ და ტრეინინგებს ატარებდნენ, მაშინ გვითხრენ. აღმოჩნდა რომ გამწვევის სისტემა არ ქონდა და რა. და გვითხრენ და მე დამონტაჟდა ეგ თორე. როგორც ესეთი გადათეს, მაგის ვალდებულება არ ქონდა. მიხეილ ბერიძე ამბობს, რომ მისმა პარტნიორებმა თანხის ნაწილი მიითვისეს. დაახლოებით $75,000. მე მიმაჩნია, რომ ეს თანხა მათ პირადი მოხმარებისთვის გამოიყენეს და არა კომპანიისთვის. არანაირი გადახარჯვა არ ყოფილა, არანაირი გადახარჯვა არ ყოფილა. მიხეილ ბერიძე ამბობს, რომ მან კომპანია ჯიდათისგან ფინანსური მოძრაობის შესახებ უწყისები მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც მან დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ დირექტორი გიორგი გიორგაძე გახდა. მზის დავალიანებებიც მისი დირექტორობის პერიოდში დაგროვდა. თუმცა ამბობს, რომ რამდენიმე თვით თანხის დაგვიანება ჩვეულებრივი მუშა პროცესია. კი, ეგ მუშა პროცესია, ჩვეულებრივად. არ ვიცი ეხლა ზუსტად, ეგ არის მუშა პროცესი. ჩვენ ვარ დამოკიდებული მიწოდებაზე. მიწოდების შემდეგ ირიცხება გარკვეული დროის განმავლობაში ვერიცხება თანხა. როგორც კი ჩაირიცხება, ჩვენ ვდგებით და ურიცხავთ მერძევებს და ვასწავლთ. ეგ სულ არის ეგ პროცესი რა. როგორც მაღაზიებთან, ისე მომწოდებლებთან. ამიტომ ეგ არ ვთვლი რომ ვინმეს დავალიანება მაქვს. თუ გინდა მეორე მხრიდან გეტყვი რომ საერთოდ არ მაქვს არავის დავალიანება. დაახლოებით 70,000 ლარზე. არ არის მაგდენი, კაცო, რა სისულელია. არ არის მაგდენი. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ვიტა პროდუქტს რამდენიმე თვეა აგროკრედიტის გადახდის პრობლემაც აქვს და ქართულ ბანკში ყოველთვიურ შესატანს ვერ იხდის, თუმცა დირექტორი ამასაც უარყოფს. არა, საბანკო ვარდებულება როგორ ექნება ჩვეულებრივად ირიცხება ჩვეულებრივად ყოველთვის ბოლოს მესტახები იფარება, საიდან მოიტანეს. გვაქვს ჩვენ დოკუმენტი, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ აქვს კომპანიას რაღაც. დაახლოებით 5 თვეზე არის, მე მგონი საუბარი, რომ რაღაც ვერ ახერხებს საკრედიტო ვალდებულება. სადაც შეცდომ მიდგათ, არა, რანაირად 5 თვე რო საკრედიტო ვალდებულება ვერ შეასრულოს კომპანიამ, როგორ წარმოგიდგენია ის კომპანია იარსებებს? ჩვენ ვიტა პროდუქტის საბანკო დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ბანკი ქართულში ვცადეთ. ბანკში გითხრეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერ გასცემენ. ვიტა პროდუქტის მონიტორინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სააგენტოს ევალება. სააგენტოში ვიკითხეთ, ფლობენ თუ არა ინფორმაციას კომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ. ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებასთან დაკავშირებით მე როგორც გონია კონფიდენციალური ინფორმაციაა და გაცემის უფლება არ მაქვს. თუმცა ინფორმაცია, დღის მდგომარეობით რა მდგომარეობა აქვს ბანკთან, რა თქმა უნდა გვაქვს. რადგან სახელმწიფო ფინანსებს ეხება საკითხი და ხო, მაგრამ სახელმწიფო ფინანსებს ეხება, რა თქმა უნდა, მე შემიძლია გითხრათ დღის მდგომარეობით რამდენი გვაქვს გადახდილი და რამდენის ვალდებულება გვაქვს. მიხეილ ბერიძემ სააგენტოს ვიტა პროდუქტის პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ მისწერა. ბერიძე მაშინ ფინანსურ პოლიციასაც მიმართა და მისი თანაპარტნიორების მხრიდან თანხების შესაძლო მითვისების ფაქტის გამოძიება მოითხოვა. მეოთხე გამოძიებელი შეიცვალა, ეხლა მე როგორც ვიცი და სავარაუდოდ ვიღაცა ამფარველობს ამ საქმეს. მე ეხლა ნამდვილად არ მაქვს ცდომა იმაზე, რომ ვიცოდე ვინ ფარველობს და ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ იქ
იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს ადამიანები ამ კომპანიას ჩამოშორებოდნენ. ფარველებზე ბერიძის საჩვრის ფაქტი აძლიერებს, რომ მისი ყოფილი პარტნიორი დავით გოგინოვი ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია. მეორე პარტნიორი კი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარის ოთარ დანელიას მეგობარია. გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის ნაცნობობა მაშინდელ სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან? როგორ არა მაქვს, კი, ჩემი მეგობარია. ოთარი გავიცანი დაახლოებით 15-20 წლის უკვე. და მაგის მერე მეგობრობთ, ეხა მინისტრად დაინიშნა, ვერ გავრიყავდი და მიუხედავად მაგის და მაგი არაფერ შუაში არაა ჩვენთან დაწყებულ თემასთან. დაეხმარა თუ არა მეგობარ სახელმწიფოსგან დაფინანსების მოპოვებაში, ეს ოთარ დანელიას წერილობით ვკითხეთ, რადგანაც თანაშემწემ გითხრა, რომ ის 2 კვირით ქვეყნიდან არის გასული. კითხვებზე პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ვკითხეთ, რა ეტაპზეა წელიწად ნახევრის წინ დაწყებული გამოძიება. გვიპასუხეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გავარკვიეთ, რომ ამ საქმეს გამომძიებელი უკვე მეხუთედ შეეცვალა. მიხეილ ბერიძე ამბობს, რომ მის ყოფილ პარტნიორებს მფარველობენ. ფილმზე მუშაობის დასრულებისას ჩვენ წალკის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. გავარკვიეთ, რომ მათ ვითა პროდუქტისგან რძის დავალიანების მცირე ნაწილი მიიღეს, თუმცა დაახლოებით 50,000 ლარი რძის ჩამბარებლებს ისევ ასაღები აქვთ.